შეიძლება რომ ადამიანი საერთოდ არ ეშინოდეს უფლის. ღმერთის სიყვარულია და ღმერთის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვიყვარდეს. აი ეს ღმერთის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ გვიყვარდეს, ეს ერთ-ერთი საცდურია დღეს. აუცილებლად უნდა გვეშინოდეს. ოღონდ შიში უნდა იყოს რწმენითი, ბოროტი აზრის მიღება. კლავს დღესაც სულს. ოღონდ დღეს ჩვენ ის ბედნიერება გვაქვს, რომ სინანული შეგვიძლია აღზრდეთ, მართალიო 7-ჯერ დაეცემა და 7-ჯერ აღზრდებაო. აი ეს ჩვენი ლოცვა სხვის დამი, სხვის მიმართებაში, სხვის გულისთვის, ესეც ღმერთს აძლევს უფლებას ამ დედის ლოცვით ჩაერიოს თუნდაც შვილის ბედში. ჩვენ ეკლესიას ვიცავთ, რომ იძახიან და ეკლესია უნდა გადავარჩინოთ. არ შეიძლება იმათმა ეკლესია გადაარჩინოს. მთავრობამ არ შეიძლება ეკლესია გადაარჩინოს. ვერ გადაარჩენს. იმიტომ რომ ღმერთმა მის გადარჩენად მისი მსახურები, თავისი მსახურები დაადგინა. ეს ძალმოსილება ჩვენს გვაქვს. ეხლა არ ჩანს, თორე ჩემი ნათლობითაც გადმოდიოდა ის, როცა ნათლავდი. ჩვეულებრივად ვიცი მწავს ჯერა, რომ ის მონათლულია და სული წმინდაა მაშინ დამკვიდრებული. რა უნდა და 64-ში. ეშმაკს. ღმერთის სიყვარულიას ვერ იტყვი, თუ ჯერ არ დაინახე და ვერ დაინახე, როგორ უყვარხარ შენ ღმერთს. ანუ ღმერთის სიყვარული რო არის, საკუთარ თავში უნდა გამოცემო. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ დროების YouTube არხზე გადაცემათა ციკლს სახელწოდებით მამა დოროთეს ამბიონი. სწორედ მამა დოროთე უძღვება ამ გადაცემას, მე მხოლოდ ვეხმარები მას და დასახმარებლად, უпростоრ შესახსენებლად ჩვენი მსმენელებისა და მაყურებლისათვის, გარდა იმისა, რომ ჩვენ თხოვნა ძალაში რჩება, გამოიწეროთ YouTube არხი, დროება, მოიწონოთ ჩვენი გადაცემები, გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს. ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება და ამ სიტუაციაში მით უმეტეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმ გულისხმიერებისთვის, თბილი სიტყვებისთვის, გამოხმაურებისთვის, მათ შორის შეკითხვებისთვის, წინადადებებისთვის, სურვილებისთვის, რომელსაც გვიგზავნით, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ მასზე რეაგირებას, უპასუხებთ თქვენ შეკითხვებს, სპეციალურ გადაცემებსაც გეგმავთ გარკვეული პერიოდულობით, რომელშიც აისახება ის შეკითხვები, რომელსაც ჩვენ გამოგვიგზავნით და უკავშირდება იმ თემებს, რაზეც მამა დოროთე საუბრობს თავის ასე ვთქვათ გადაცემებში. ჩვენს წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ადამიანის ნებელობაზე, ვისაუბრეთ რწმენის ცოდნაზე ამავე დროს. და მამა დოროთემ აგვიხსნა რა ამ ნებელობის შინაარსი, გვითხრა რომ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს უფლის, რადგან შიშმა გამოაგდო ის 60-დან და შიშით ვერ დაბრუნდება 60-ში. მე უფრო მარტივად განვმარტავ იმას, რაც გავიგე, მაგრამ შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება რომ ადამიანს საერთოდ არ ეშინოდეს უფლის, ეს შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან აქტუალურია ნებისმიერი ქრისტიანისთვის. და ამაზე მინდა რომ საუბრის საშუალება მოგცეთ, დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს განმარტებებს, გისმენთ მამა დოროთე. მადლობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა მაყურებელს, რომ გვიყურებენ და გამოხატავენ პირადად ჩემთან ძალიან დიდ კმაყოფილებას და ასევე მეუბნებიან, რომ ბევრ კითხვებს ბადებს უფრო მეტად დაინტერესებდა, უფრო სიღრმისეულად კიდევ იქ საუბარი იმ თემებზე, რა თემებს ჩვენ ვეხებით, იმიტომ რომ ძალიან რთულ თემებს ვეხებით. არ არის ეს მარტივი თემები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და აი თქვენი კითხვაც ზუსტად იქიდან არის გამომდინარე, რომ მე ვთქვი, რომ შიშმა გამოდევნა 60-დან და შიში ვერ დააბრუნებს 60-ში ადამიანს, არამედ სიყვარული, მაგრამ რამდენად შეიძლება რომ ჩვენ შიში საერთოდ არ გვქონდეს ღმერთის და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აი რაც ნებელობა შევეხეთ ჩვენ ღვთის ნება განმარტეთ და ამ ღმერთის ნებაში შედის რომ ადამიანი ნებაში თავისუფალი იყოს. და გამოდის რომ ღმერთი ხო არის ყოვლისშემძლე. ეს ვიცით, ნებისმიერი რელიგია თავის ღმერთს აღიარებს ყოვლისშემძლედ. დგას ყოვლისშემძლეობის პრინციპი. ყოვლისშემძლეობა არის ღმერთი.
და ეს ყოველი შემძლე ღმერთი ქმნის არსებას რომლის ნებაში ვერ ერევა ანუ თმობს თავის ყოველი შემძლეობას იმიტომ რომ მოდი ესე დავსვათ კითხვა ღმერთს შეუძლია ყველა ადამიანი გადაარჩინოს ჩვენ ვამბობთ რომ არა ღმერთს რო შეეძლოს ავტომატურად ყველა ადამიანი გადაარჩინოს მაშინ ჯოჯოხეთი არ იარსებებდა მაგრამ არ შეუძლია მისი ბუნება კი არ არის არ შემძლე არამედ მისი ნებელობა არის არ შემძლე რადგან მან შექმნა ადამიანი რომელიც თავისუფალი ნების არის და ამ თავისუფალ ნებაში არ ერევა და ვერ ერევა ადამიანის გარეშე ამიტომ ჩვენ ლოცვებშიც კი როცა ვლოცულობთ მაგალითად ავგუსტინეს დედა იყო ძალიან მორწმუნე და ავგუსტინე იყო სექტანტი მაშინ რაღაცა სექტაში იყო არ მახსოვს ხო რომელი იყო და ძალიან განიცდიდა ამას და მიდიოდა თავის მოძღვართან და ეუბნებოდა და თხოვდა რომ აი შვილზე რომ გასაუბრებოდა მას რომ რამენაირად მოექცია იმიტომ რომ იღუპება და ის მოძღვარი ეუბნებოდა ილოცე და ღმერთი რაღაცას მოულენს აი ეს ჩვენი ლოცვა სხვის დამი სხვის მიმართებაში სხვის გულისთვის ესეც ღმერთს აძლევს უფლებას ან დედის ლოცვით ჩაერიოს თუნდაც შვილის ბედში მაგრამ დედის ნებით რადგან ჩვენ ერთმანეთთან კავშირში ვართ ოჯახი და ასე შემდეგ ამიტომ ეს ერთმანეთის ლოცვაც არის ღმერთს რო უფლება მივცეთ აი ჩვენ რო ვამბობთ რომ იყავ ნება შენი ეს არის ღმერთისთვის სრული ლეგიტიმაციის მიცემა რომ მან თავისი ნება გამოავლინოს ჩვენს მიმართებაში და ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი ცხოვრება რაღაცნაირად წარმართოს ისე რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ საფრთხეს ან ის საფრთხე აგვარიდოს ან იმ საფრთხიდან გამოგვიყვანოს უვნებლად უვნებლობა კიდე ნიშნავს რომ ღმერთში ეჭვი არ შეგვეპაროს ერთადერთი ცოდვა არსებობს სხვა ცოდვა გამომდინარეობს ამ ცოდვიდან ერთადერთია ცოდვა და ყველა ცოდვა მიდის ამ ცოდვამდე ანუ ეს ცოდვა არის ღმერთში ეჭვის შეტანა რაც მოციქულებს უთხრა რომ თქვენ ყველანი დაბრკოლდებით რადგან ჩემში ეჭვს შეიჭდანთ აი ეს არის ერთადერთი რომ ღმერთი მზრუნველი რო არის ამაში ეჭვი არ უნდა შეიპარო თუ იყავ ნებას მთქმელი ხარ ამაში ეჭვი არ უნდა შეიპარო რაც შეეხება შის მე თქვი რომ აი ჩვენ განმარტეთ რწმენითი ცოდნა ასევე არსებობს რწმენითი შიში ეს ძალიან საინტერესო თემა არის აი გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს ვიტყვი ჩვენ უნდა გვეშინოდეს რომ არ შეგვეშინდეს ღმერთზე მეტად არავისი და არაფრისი ანუ ღმერთის უნდა გვეშინოდეს უფრო მეტად ვიდრე ღმერთზე მეტად რამესი შეგვეშინდეს ანუ უნდა გვეშინოდეს მაგრამ ეს შიში არ არის პირდაპირი შიში ეს არის წმენითი შიში აი ღმერთი ერთია სამოთხეში სამოთხიდან გამოდევნილი კაცობრიობის მიმართებაში როგორიც იყო და განკაცებული ქრისტე ეს იგივე ღმერთია ერთია ღმერთი ერთია მაგრამ მოქმედებები იცვლება და ამ მოქმედებას ცვლის ადამიანის დამოკიდებულება აი მაგალითად სამოთხეში ადამიანს რო ყვარებოდა არ გამოვარდებოდა სიმდან რომ შეეშინდა იქ სადაც სიყვარული იყო საჭირო აი იქ უკვე ადამი დაეცა და დაცემამ გამოიწვია შიში და შემდეგი შიშები არის უფრო ხილული შიში აი მაგალითად მე წინას თქვი და კიდობანს რო ეხება აი როგორი განწყობით ეხება როგორი დიდებული განწყობაა რომ კიდობა დავით მეფე გადმოაბრძანებს კიდობანს და
მისი მხედართმთავარი ხედავს რომ მურიმი გადმოიხარა და შეიძლება კიდოვანი გადმოვარდეს. მიეჭრება და ხელს შეაშველებს და მოკვდება. რო შეეხო იმიტომ რომ აი ამას ახლა სიმბოლური განმარტებაც აქვს რომ ღმერთს შეწევნა არ ჭირდება. ანუ ის არის თვითონ და ის დავარდება არ დავარდება ის მას არ ჭირდება ჩვენი დახმარება ამის სიმბოლოა ეს და ამიტომ მაგრამ ეს სიმბოლო დღეს არის მაგრამ თლიანობაში ყველას ეს შეშინდა და დავით მეფე ისე შეშინდა რომ არ წაიღო იერუსალიმში კიდობანი და აბიათარ მღვდლის სახში შეიტანა და აკვირდებოდა რა მოხდებოდა ეს აბიათარ მღვდლის ოჯახი აყვავდა დამშვენდა მეორე ისე და დავით მეფემ გაიხარა და ეს სხვათაშორის ძალიან საინტერესოა დავით მეფე აი ამ დროს ფიქრობდა რა დავაშავე და ეს არ წერია მეფეთა წიგნში და არსებობს ბიბლიაში ნეშტთა არის ნეშტი დარჩენილი ის რაც დარჩა აი მაგალითად ნაშტი ხო ნეშტთა ასე და ნაშტი ხო და ილია ჭავჭავაძემ როცა წაიკითხა ქართლის ცხოვრება ესე უთქვამს რომ ხალხი სად არისო ხალხი არ ჩანსო აქ მეფეთა ცხოვრება ხო იმიტომ რომ მეფეთა ცხოვრება ყოველთვის ლამაზდება და მის სიცოცხლეშივე იწერებოდა და რაღაცა ფაქტებს შეიძლება არ ჩაწერონ და ამიტომ ნეშტა არის ის რაც ან არ ჩაწერეს ან ვერ ჩაწერეს ან გადარჩა გამორჩათ აი ეგ მეფეთა იმაში რაც არის და ამიტომ ძალიან საინტერესო წიგნია რატო არის იცით საინტერესო რომ ძალიან საინტერესოა აი დროის მერე რო ამბობ იმ ადამიანზე როცა ძალაუფლება აქვს მაშინ რო ამბობ იქ ძალაუფლება მაინც რაღაცას გათქმევინებს ისეც როგორიც არ არის ის და აი დროში ხო ადამიანი ყველა კარგავს უკვე ანუ მიცვალებული მისი შვილები არ არიან არავინ არ არის და ყველა კარგავს უკვე იმას და შეგიძლია მასზე თავისუფლად ისაუბრო როგორც ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ხო აი ერეკლეზე შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ უკვე და დავით აღმაშენებელზე თავისუფლად ვისაუბროთ ხო მისი კარგი მისი დადებითი და უარყოფითი აი ესეთი რაღაცა წერია დავით მეფე რომ ფიქრობდა რა დააშავა და აღმოაჩინა ესეთი რაღაცა ძველში წერია ჩვენი დანაშაული იყო რომ არ გამოვიძიეთ უფალი ახალში წერია ძალიან საინტერესო ეს არ გამოვიძიეთ უფალი რას ნიშნავს ამას ახალში როცა ვამბობ ახალი ბიბლია არის ებრაულიდან თარგმნილი და ძველი ქართული ბიბლია არის ბერძნულიდან თარგმნილი და ბერძნული თვითონ თარგმანია და ბერძნულად თარგმნილია იმ გაგებით რა გაგებითაც ბერძნებს ესა თუ ის საკითხი ესმოდა და ამიტომ რაღაცა შეცვლილია განაცუდად მაგრამ მაინც რაღაცა შინაარს ცვლის აი მაგალითად ესეთი ადგილი არის ახალ ანუ ებრაულიდან თარგმნილში წერია რომ ღმერთი ჩამოდიოდა მოსეს კარავთან და ესაუბრებოდა როგორც კაცი კაცს აი ეს ბერძნებმა ჩათვალეს რომ ეს კაცი კაცს რო ესაუბრება ეს დიდი არაფერი მაგრამ ის განკაცებას რო აპირებდა ეთყობა იმიტომ წერია იქ როგორც კაცი ისე გაგვესაუბრება და როგორც კაცი ისე ესაუბრებოდა მოსეს და ბერძნებმა თარგმნეს ეს რომ ესაუბრებოდა როგორც მეგობარი მეგობარს არა და სხვადასხვა რამეა ხო აი გიცნობ მე შენ სახელით ებრაულში წერია და სახელს ებრაულში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სახელს აქვს მთელი შინაარსი აი ჩემი სახელით არ გითხოვიათ არაფერი ანუ იესოს არ ნიშნავს მარტო იესო ხსნელს ნიშნავს და გამოხსნის გულისვისაც ებრაულში სახელს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ანუ სახელს რო არ ამბობენ ნიშნავს აი შინაარსია ადამ იმას თორე სახელი როგორც ასეთი სახელი არა აქვს ღმერთს შინაარსი აქვს და გიცნობ მე შენ სახელით ებრაელისთვის მოსესთვის ეს უდიდესი პატივი იყო შინაარსი მთელი სული მთელი შემეცნები ეს ბერძნულად გაუგებარი იქნებოდა ეთყობა იმიტომ სახელს არ ქონდა ეს დატვირთვა და ჩაწერეს რომ გიცნობ მე შენ
ისრაელის შვილებზე ყველაზე მეტად. ისრაელის შვილთა შორის ყველაზე მეტად გიცნობ შენ. აი ეს ჩაწერეს თარგმანში. ასევე არის ამ შემთხვევაში, როდესაც არ გამოვიძიეთ ღმერთი და ებრაულში წერია ძალიან საინტერესოდ, რომ არ დავეკითხეთ შენს მსახურებს. შენი გადმობრძანება როგორ შეიძლებოდა? ჩვენ შეგვეძლო თუ არა? ანუ მეფეს შეეძლო თუ არა კიდობანის? ანუ მეფემ გადმოაბრძანა და მეფეს აი ჩვენთან რო არის წირო არ შეუძლია. მეფეა განაგებს. ანუ საერო ხელისუფლების მფლობელს არ შეეძლო, ეს უნდა იკითხა. ეს დღეს არის ეს პრობლემა, რომ საერო ხელისუფლება განაგებს ეკლესიაში რაღაცა საკითხებს, ხო? სტილობს გავლენები. ხო, არაფრით არ შეიძლება. აი იქ კვდება, ხედამთავარი კვდება. იმიტომ რომ საინტერესო. ხო, აი ისტორია. საოცარი ისტორია ეს დავით მეფესთან, რომ აი ჩვენ რატო გადმოვიტანეთო? აი ხედამთავარს რა უნდა დაო? ანუ შეცდომა რომ ფიქრობდა რა შეცდომა დაუშვათ, შეცდომა დაუშვეს იქ, რომ მსახურებს არ კითხეს კიდობან. ხო, როგორ გაარა? მსახურებს არ გადმოატანინეს და თვითონ გადმოიტანეს. თვითონ გადმოიტანეს. ხო, აი ამიტომ ხედამთავარი საუკეთესო განწყობა ხელს აშველებს, მაგრამ მისი საქმე არ იყო ეს. არ შეიძლებოდა ხედამთავარს ხელი შეეშველებინა, აი ეკლესიას ჩვენ ეკლესიას ვიცავთ რომ იძახიან და ეკლესია უნდა გადავარჩინოთ. არ შეიძლება იმათმა ეკლესია გადაარჩინონ. თავრობამ არ შეიძლება ეკლესია გადაარჩინოს. ვერ გადაარჩენს. იმიტომ რომ ღმერთმა მის გადარჩენად მისი მსახურები, თავისი მსახურები დაადგინა. ის სხვა რაღაცის მსახურია და აქ მსახურობს მღვდელმსახური. და მას მღვდელმსახური ისე უნდა წყვეტდეს როგორც მღვდელმსახურება შეეშველება. და არა ისე როგორც მთავრობა. ხო და აი ჩვენს შიშზე რომ გადავიდეთ, ძველ აღთქმაში შიშები არის პირდაპირი გაგებით. საშიში ხდება ღმერთი. დააშავებ კვდები. ხო, სასაჯელები მოდის მომენტალურად. მომენტალურად მოდის სასაჯელი. აი ასეთ შემთხვევაში დააკვირდით როგორი რაღაცა. მე დავინახე რომ იმან დააშავა ამ მღვდელმა აი დღეს ახლა ვიღაცა მღვდლები რაღაცას აშავებენ ცუდად იქცევიან მაგრამ არ კვდებიან არც არაფერი მაგრამ მოკვდა მე დავინახე მღვდელმა ცუდი გააკეთა და მოკვდა მე თავისთავად ავტომატურად შემეშინდება ხო მაგრამ აი ეს შიში იქნება სიყვარულიდან გამოწვეული და მე რო ღმერთი მიყვარს, იმიტომ მივყვები თუ ღმერთი შემეშინდა და იმიტომ მივყვები. ამიტომ დააკვირდეთ ახლა რწმენითი შიში რა არის? ეხლა ღმერთი იგივეა. ქრისტე იგივე ღმერთია. მაგრამ ამბობს რომ მე დასაჯელად არ მოვსულ ვარ. ეს უბრალოდ ამას ნიშნავს. დასაჯელად არ მოვსულ ვარ, არ ნიშნავს არავის არ ჯის. როგორ არ ჯის? მაგრამ ცემენ აფურთხებენ დაცინიან და აი როცა ქრისტეს ცემდნენ ერთი ხელი გაიწოდა ვიღაცამ და პეტრემ დაინახა რომ როგორც თვითონ ჩამოათალა ყური აი ესე იმას ხელი მოეჭრა ანგელოზმა მოჭრა მაგალითად რომ ქრისტეს ვერ გაეკარა ქრისტესი უფრო შეეშინდებოდა ხო სიყვარული ქრებოდა. ამიტომ ეხლა რას ნიშნავს რწმენითი შიში? მე ვიცი რომ ვინც აშავებს ის აუცილებლად კვდება სულით. ხდელი იქნება ეს თუ მღვდელმთავარი იქნება თუ ეს მე ვიცი რწმენით. მაგრამ ამას პირდაპირ ვერ ხედავ. ვერც ის ხედავს. და ამიტომ მე რწმენით რადგან ვიცი რწმენით მე ქრისტეს ხომ წამს რომ ის ღმერთია ის ღმერთია რომელსაც ვერ ეკარებოდნენ არა თუ მის მიკარებას მის კიდომას ვერ ეკარებოდნენ და ის ღმერთია რომელიც აი ხელი შეშველებისთვის მოკლა ადგილზე გააქვავა ხო ლოთის სოლი მიბრუნების გამო ადგილზე გააქვავა ხო სოდომისკენ რომ მიბრუნდა ის ღმერთია ესეც მაგრამ აი ეს შიში ჩვენში რო გამქრალიყო და შიშით რომ არ გვემსახურა ამიტომ დაგვიტოვა
ცნობიერებაში ჩვენ თუ წმენა გვაქვს რომ ეს ის ღმერთია ჩვენ ვიცით რომ ეს ისე იქცევა ოღონდ ამას ვერ ხედავთ აუცილებლად ისე მოხდება როგორც მათ ემართებოდათ მაგრამ ეს ახლაც ხდება ოღონდ სულიერად მას შორდება ღმერთი მაგრამ არ სჯის მომენტალურად ცოდვი ჩადენისთანავე იმას და ამიტომ იმას კი არ იცავს მე მიცავს რომ მე კი არ მეშინოდეს და შიშით კი არ ვემსახურო არამედ შემიყვარდეს და მეშინოდეს რწმენით რომ მე მწამს აი რამდენად გასაგებად ახსენე აი მე მწამს რომ ქრისტე ღმერთია მაგრამ მე ამას ხო ვერ ხედავ აი პავლე მოციქული ამბობს რომ ჩვენ ხედავთ ნახევრად ანუ ჩვენ ნაწილობრივ ესე ამბობს ნაწილობრივს ხედავთ ქრისტეში ნაწილობრივს ხედავთ ნიშნავს რომ ეს ჩვენს თავში ყველაფერს იმ სიდიადეს ხედავთ მე მაგალითად ჩემს თავში სასჯელსაც ხედავ ღვთისგან და დიდწყალობასაც ხედავ ჩემში იმათშიც ხედავ მაგრამ ის ვერ ხედავს მაგრამ სხვაშიც ხედავ რომ ის დაჯილია აი მაგალითად თავიდან როგორი რაღაცა იყო როდესაც ანანია და საფირამ გაყიდა თავისი მიწა რომელიც მათ ეკუთვნოდათ ესე თემი იქნებოდა პეტრესთან ერთად მოციქულებთან ერთად და ერთად აგროვებდნენ ფულს პეტრესთან მიქონდათ ეს ფული და ქრისტიანების საჭიროებისთვის ერთად ჰქონდათ თანხა და ნახევარი გადამალეს რომ რაღაცა გადამალეს და რაღაცა მიიტანეს ანუ და პეტრე უნება რატო ეცრუეო სულიწმინდასო განა ამდენად გაყიდეო და ამის სმენელი ქმარი იყო ჯერ და მოკვდა იქვე დაიცა და მოკვდაო სამოციქულოში წერია ესე და გაიტანეს დამარხესო და მოვიდა ცოლიო 3 საათის მერე ხო და განა ამდენად გაყიდეთო და ცოლმა უთხრა კი ამდენად გავყიდეთ ანუ მოლაბარე რატო შეითქვითო სულიწმინდის წინააღმდეგო აი შენი ქმრის დამარხველებით განანო ეგრე და შენს გაგიტანენო ანუ ის თავისით მოკვდა მაგრამ პეტრემ უკვე იცის რომ ვინ სულიწმინდას ეცრუება ის კვდება ისჯება ეს იცის უკვე პეტრე ის პირველი ანანია პეტრეს არ უთქვამს მოკვდიო არა კვდება პეტრემ უთხრა რომ სულიწმინდას კვდება და ეს არის პირველი მოვლენა მაგრამ შემდეგ ესე არ ხდება აი მაგალითად მოციქულმა რომ მონათლა ის ეგვიპტელი დედოფლის სიმდიდრის ფლობელი ანუ ვინც განაგებდა მოურავი რომ მონათლა პირდაპირ წერია რომ ნახაო ფილიპემ ნახაო რომ სულიწმინდა გადმოვიდაო სული გადმოვიდაო მასზეო მონათლულზე ვინც მონათლა ხო ასევე პეტრე რომ მიდის კორნელიუსთან ხედავს სულიწმინდა რომ გადმოდის და ამას მორწმუნეები კი არა ხო სხვადასხვა ფორმით გამოდიოდა მტრედი ცეცხლით ხო აი ეს ხილული ხდებოდა მაგრამ ის დღესაც გადმოდის მაგრამ ხილული არ არის ეს მის ხილულობა სარწმუნოებაში დასარწმუნებლად არის მაგრამ ვისაც ხილვის გარეშე სწამს უფრო მეტად ფასდება მაგრამ დასაწყისში ეს ხილული იყო მაგალითად სიმონია ქვია მღვდლობის ყიდვას სიმონია ხო აი გვარია საქართველოში კლასელი მყავს ხო სიმონია ქვია სიმონიდან გამომდინარე და რას ნიშნავს მამა აი მოციქულები ესე იყო დიაკვნებს შეეძლოთ პირველი ნათლობა ანუ ქრისტეს შედგომა რაც არის და მაგრამ ხელდასხმით რასაც ახლა მირონცხებას ვეძახით ეს გადმოდიოდა მოციქულების ხელდასხმით ამიტომ მოციქულებს ჰქონდათ ეს და მოციქულებმა მიცეს ეს მერე ეპისკოპოსებს ეს უფლება და პეტრე მოიწვიეს ის პირველი ნათლობით წყალში შთაფლით მონათლეს და პეტრე მოიწვიეს რომ სულიწმინდა მოეწვია და სულიწმინდა გადმოსულიყო ამათზე და ამ რიტუალს ქვია სიმონია არა და აი ეს რომ ერთი მონათლა პეტრემ იყო სიმონი რომელიც იყო მონათლული ამ ერთი ნათლობით მაგრამ ამით არ იყო და პეტრეს თხოვა რომ რამდენსაც გინდა დაინახა სულიწმინდის გადმოსვლა დაინახა ახლა მარტო ხელის დადება კი არ დაინახა სულიწმინდის გადმოსვლა დაინახა ეს მადლი მომყიდეო უთხრა და პეტრემ უთხრა შენი ფული შენზე დასაყრდნობა დარჩესო შენ და მე ევედრება ის არა მიხდესო შენი სიტყვა
ანუ ყიდვა უნდა და ამ ძალმოსილების რომ ხელდასხვით სულიწმინდა გადმოვიდეს და ეს ძალმოსილება ჩვენს გვაქვს ახლა არ ჩანს თორე ჩემი ნათლობითაც გადმოდიოდა ის როცა ნათლავდი და მოდელი ვიყავი შემეძლო გადმოდიოდა ჩვეულებრივად ვიცი მწამს ჯერა რომ ის მონათლულია და სულიწმინდაა მასში დამკვიდრებული მაგრამ ეს არ ჩანს ეს წვენითია ეხლა და სიმონია იმიტომ დაარქვეს რომ ვინც იყიდის ვინც ფულს გადაიხდის ეპისკოპოსობის გულისთვის მაკურთხეველს ვინც მღვდლობისთვის დიაკნობისთვის რა ვიცი ნებისმიერი ამ სტატუსისთვის ფულს გადაიხდის იმას ამ მოქმედებას ქვია სიმონი ანუ სიმონ მოგვი იყო ის ხო და ამიტომ მოკლედ ეს ხილულად ხდებოდა ის სიმონ მოგმაც კი დაინახა რომ სულიწმინდა გადმოდიოდა და ეს იყო ის რაც რწმენითია ხილვადი და რა ფორმით ეს როგორ ხდებოდა სულს როგორ ხედავდნენ მე არ ვიცი ნუ წერია ტრედის სახით წერია ცეცხლის სახით მაგრამ აი იმ მომენტში როგორ დაინახა სიმონმა ის სული ეს უცნობია შეიძლება ცეცხლით დაინახა არ წერია მაგრამ დაინახა ხო და აი ის რაც საწყისებში ესე ხილული ხდებოდა შიშიც აი რომ ანანია და საფირა მოკვდა ეს იმიტომ რომ მოციქულებს ცოდნოდათ რომ ის ხდება ის ვინც სულიწმინდას ეცრუება ის სულით კვდება ხორცით ცოცხალი რჩება მაგრამ ეს სულით მკვდარია მას გაცოცხლება უნდა მაგრამ ნუ მის გაცოცხლება ძალიან დიდი შრომა ჭირდება თავისი და სხვისიც ამიტომ რწმენითი შიში არის ის რომ მე ვიცი რომ ეს ესეა მე ვიცი რომ როგორც ანანია მოკვდა ისე კვდება ვინც სულიწმინდას ანუ ვინც შინარს ვინც ამ სულიწმინდის გაგებას ანუ მართალ წმენას იმას რაც დაფარულია ღმერთში იმას ვინც ეცრუება ეს სულიწმინდის მგმობელზეც თქვათ ერთი ორი სიტყვა რომ ძალიან საინტერესოა ეს არის მით ქრისტე ამბობს რომ ვინცო ძე კაცისაზეო აუგს იტყვისო მას მიეტევებაო ზოგან არის ძეზე ვინც აუგს იტყვის და სულიწმინდის მგმობელსო არ მიეტევებაო ებრაელებმა სული ღვთისა იცოდნენ მაგრამ ეს სული ღვთისა ზეძახდნენ ღმერთის მოქმედებას და არა მეორე ან მესამე ჰიპოსტასს ანუ პიროვნება სული არ იციან რომ პიროვნება ღმერთი მამა ღმერთი ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი ესე არ იციან მაგრამ გადმოდიოდაო ღვთის სულიო და წინასწარმეტყველიო ამეტყველდებოდაო და წინასწარმეტყველებდა და ესეთი გაგებით იციან მაგრამ ჰიპოსტასურად არ იციან და ებრაელებს არაფრით არ ეტყოდა ვინც სულიწმინდას ჰიპოსტასურად ღმერთად არ აღიარებს იმას არ მიეტევება იმიტომ რომ ძესაც ვინც აღარ აღიარებს არც მაგას მიეტევება მამა ძე და სულიწმინდა ეს სამებას ვინც არ აღიარებს ერთ არსებას მაგას არ მიეტევება ეგ თავისთავად მაგრამ აქ ჰიპოსტასურ სულიწმინდაზე არ არის საუბარი არამედ ქრისტეს ეუბნებიან ქრისტე რო კურნავს ყრუს და მუნჯს ერთად ანუ ყრუც არის მუნჯიც არის ანუ ვერ ლაპარაკობს და ბრმაც არის მე მგონი ესეთი ის იყო ანუ უმძიმეს მდგომარეობაში იყო კაცი ბრმა იყო და ყრუმუნჯი იყო და სამივეს კურნავს და მაშინ ამბობენ რომ ამაში ეშმაკის თავარიაო და ქრისტე ამბობს რომ ხეო ნაყოფით გამოიცანითო ასევე თქვენო ცის სპირის ცნობა იცითო იტყვითო რომ აი ხვალ წითელიაო და ხვალ დარი იქნება ან ადარი იქნება ან რაღაც ეს გამოცნობა იცითო ამისიო და ღმერთის მიერ მოვლენილ დროს ესე ითარგმნება ღმერთის მიერ მოვლენილი დროს ანუ ღვთისგან მოცემულ მოვლენების გამოცნობა არ იცითო და აი რაღაცა მიწიეს ცნობთო და სულიერის გამოცნობა არ იცითო და მაშინ ამბობს რომ ვინ სულიწმინდას გმობს და ნიშნავს იმას რომ აი ღმერთ ქრისტეში ხილულის მიღმა რაც არის რწმენი დასანახი ვინც იმას გმობს იმას არ მიეტევება არც აქ არც იქო
და არც დღეს მიეტევება ის ვინც ქრისტეს ანუ ქრისტე ხილულად ღმერთად არავის არ უნახია ერთადერთი შეიძლება ითქვას ფერიცვალებაზე რაც სამმა მოციქულმა მისი ანუ მომავალი სახე იხილეს აქვე დროებით წამიერა თუ წუთიერა თუ რაც იყო და ანუ ის ნათელი იხილეს რაც არის ის თვითონ მაგრამ ეს შეწყდა და ესეც იხილეს იმისთვის აი ეს უდიდესი რაღაცა იხილესო იმიტომ პეტრემ და იოანე და იაკობს ახილვინა ქრისტემ ამით ამზადებდა იმ უდიდეს ადამიანური გონებისთვის უდიდეს ტრაგედიაზე რაც არის ჯვარცმა რომ აი პეტრემ ხო ჯვარცმა ვერ გაიგო და მაგრამ ის გახსენებოდა რაც თაბორზე ნახა და ის რო ახსენდებოდა პეტრე უფრო სიბნელეში ვარდებოდა როგორ ის ჯვარზე როგორ შეიძლება აი რაც მე თაბორზე ვიხილე ის ხე ჯვარზე რო გააკრეს და ამას რომ მოერიენ როგორ რა ხდება აი ეს უგუნურება ეს გაუგებრობა ეს იყო პეტრეში მაგრამ ეს იყო რამაც პეტრე დაადუმა უბრალოდ და ნუ იქ შიშის გამო თქვა არ ვიცნობო მაგრამ მე ტიროდა როგორ არ იცნობდა იცნობდა ყველაფერი იცის მაგრამ აი რა ხდება ეს ამას ვერ გებულობს და ამიტომ არის ეს რწმენითი ცოდნა წმენითი შიში და წმენითი ხედვა არის აი ქრისტეს მიღმა დანახული ქრისტე იმიტომ რომ ხილულის მიღმა დანახული ქრისტე როდესაც ფილიპეს უთხრა რამდენი ხანია შენთან ვარო და არ მიცნობო მე ვინც მე მიხილა მამა იხილა აი ხილულად არც ძე უხილავს ფილიპეს ერთ პროვოკაციულ შეკითხვას დაგისვათ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე სწორედ იმის გამო რომ ნაკლები ჩავარდეს წოდვაში უფრო მეტად მოახდინონ საკუთარი ძალებისა და ნების მობილიზება რომ უფრო ღრმად არ შევიდნენ წოდვაში ხომ არ იქნებოდა უკეთესი უფრო ხილული მაგალითები თუნდაც ამ სასჯელის რომ ენახა ხოლმე ადამიანს ასე ხო უფრო მეტად იმოქმედებდა იმ წესების შესაბამისად ეს კითხვა შეიძლება ბევრს უჩნდება კიდეც რომ ორმოდი მტკიცებულებები რომ მქონდეს მე უფრო მეტად დავიჯერებდი ამას თუნდაც შიშის გამო და ცუდად აღარ მოიქცეოდა ხო შეიძლება ეს ადამიანმა იფიქროს მაგრამ იმ ადამიანს ღმერთი არასოდეს არ შეუყვარდება იმიტომ რომ არ აკეთებს მას იმიტომ რომ ეშინია აი მაგალითად ნეტარი ავგუსტინე ამბობს ძალიან საინტერესო რაღაცას. აი რატო დაუშვა ღმერთმა ადამ და ევას რომ ეჭამა ეს. აი მაგალითად ხო იცოდა ღმერთმა ხო იცის რომ მოკვდება. ღმერთმა ხო იცის რომ ეს სიკვდილი რა უბედურებებს გამოიწვევს კაცობრიობაში. აი რა უბედურებები იყო და არის დღესაც. ეს ომები, ეს საშინელებები ჩვენი ცხოვრება ხო უმეტესწილად ტანჯვაა. ერთ ფილოსოფოსები ამბობენ რომ ადამიანსო გონება სატანჯველად მიეცაო. ანუ რაც უფრო გონიერი ხარ, მით უფრო იტანჯები, სამყაროს უფრო ხედავ, უფრო მეტი დარდი გაქვს და რაც უფრო გონება ნაკლები გაქვს, მით უფრო თავისუფლად ცხოვრობ და ზედაპირულად უყურებ სამყაროს და ამიტომ ეს რას გამოიწვევდა ხო რა უბედურებას თან განკაცებული ღმერთი ჯვარცმას გამოიწვევდა და რამდენი ის არის, მაგრამ რამდენი ადამიანი იღუპება ხო? ქრისტეზე არის ნათქვამი რომ დაიბადაო სიმონო მიმრხმელი ამბობს რომ მარიამს ეუბნება ეს დაიბადაო ბევრის დასაღუპად და ბევრის გასაცოცხლებად აღდგენად. ანუ ქრისტეს დაბადებით ძალიან ბევრი იღუპება. ღმერთის განკაცებით ძალიან ბევრი იღუპება, ძალიან ბევრი, ცოტა კი არა. აი ხო ქვია მხსნელი, მაგრამ მხსნელი მხოლოდ იმისთვის არის ვინც მიიღებს. ვინც არ მიიღებს იღუპება. მაგრამ რა არ უნდა განკაცებულიყო ხო? ხო და ამიტომ ნეტარი ავგუსტინე ამბობს ძალიან საინტერესოს რა რატო დაუშვა. მაგალითად ხო შეეძლო რომ ის ტოტი აწეულიყო, ვერ მიწვდა, შორს არის. ან რაღაცა მომხდარიყო, ხელი ვერ გაეწოდებინა. რაღაცა, ეს ყველაფერი შეუძლია ხო? ანა საერთოდ არ გამოჩენილიყო ის ბოროტი იქ, სამოთხეში ხო?
გველი არ განუსრიალებია. ეს ძალიან საინტერესო თემაა, სხვათაშორის ამაზე ვსაუბრობთ. ევამ ერთხელ რომ მოუნდაო ის რომ რაც მოუნდა ის მას რომ აკრძალვოდა და არ მიეღო ამ მონდომებით კარგავდაო სამოთხეს, იმიტომ რომ რაღაცა რო გინდა და არ გეძლევა იქ უკვე სამოთხეში შეუძლებელიაო რომ იყო. ამიტომ აი დააკვირდით ადამიანი იგივე ხა პირიქით მომაბრუნოთ. აი ის გინდა გააკეთო, მაგრამ იცი რომ ერთი დაგჯის. პირდაპირ. გინდა ან მოიპარო, ან ცილი დასამო, ან ხორცილი ნება, ან რაღაცა და იცის რომ ამ წუთასვე მოგდები. არ ჩადიხარ. მაგრამ ის ხო გინდა. უბრალოდ შიში გაკ. და აქ შეუძლებელია სამოთხეში იყო. სამოთხე ხო აქ არის, დედამიწაზეა, შიგნით არის, ჩვენში არის. აი ეს რატო დაუშვა ღმერთმა რომ ეშმაკი ეს კითხვა ბევრს აქვს გაწკითხეს სხვადასხვა. რატო დაუშვა რომ აი ხო იცოდა ღმერთმა რომ შეაცდენდა. ხო და თუნების საშუალება რატო მიცა და რა უნდა სამოთხეში ეშმაკს ხო გველი სახით გამოეცხადა, მაგრამ რატო მიცა ეს უფლება ხო ღმერთ შეეძლო და აი ჩვენ რო თქვით რომ თავის ხატად შექმნა და თავის მეფეთ შექმნა. აი მეფე ყოველთვის ნაკლულია თუ თავის სახელმწიფოს, იმ სახელმწიფოს, ნუ მიწიერ მეფეზე ვთქვათ, სახელმწიფო რომელსაც ის მართავს, თუ სრულებითაც არ მართავს. მაგალითად აი აფხაზეთს ვერ მართავთ ხო დღეს მაგალითად ნაკლულია ჩვენი პრეზიდენტიც პრემიერიც საქართველოს მიმართებაში, იმიტომ რომ იმ ნაწილში ვერ შედის და ეს უკვე სისუსტეა მეფისთვის, ესე იგი მეფე სუსტია, იმიტომ ვერ შედის იქ, ეს მისია, მაგრამ ვერ შედის. აი ადამი რო შექმნა უმრავლესობა მამების ამბობს რომ ეშმაკი უკვე დაცემულია. ნუ ბევრი ამბობს რომ ადამიანის რო შეშურდა მერე დაეცა და რაღაცა, მაგრამ არა. ეკლესიური სწავლება არის რომ ის ანგელოზი უკვე დაცემულია. და ეს არის სამყარო. აი ეს სამყარო სამოთხე რა არის? ყოველი ხე ეგ არის ღმერთის ქმნილება, ხილული ხე ეწოდება, მაგრამ ეს არის მზე, მთვარე, ვარსკვლავი, რა ყველაფერი, რასაც ჩვენ ხარ მიწა რა არის, მცენარეების ცოდნა, ხის ცოდნა, ნაყოფის ცოდნა. ეს არის შეცნობა ყოველი სამყარო, აი კოსმოსის შეცნობა. ის რომ მიზიდულობის ძალა რო შევიცანით ჩვენ, ან დედამიწა რო ბრუნავს ეს რო შევიცანით, ეს არის ხე ყოველი. მეორე ხე არის ცნობადი კეთილისა და ბოროტისა, ხო? ეს არის ღმერთის ქმნილება, სადაც ერთ-ერთმა ბოროტება ჩაიდინა, ანუ უარყო ღმერთი და ღმერთობა მოინდომა. მაგრამ ეს უკვე არსებობს. არსებულია, ხო, უკვე. ეს ბოროტი. და მესამე ხე ეს არის ხე სიცოცხლისა. ღმერთი. თავად ღმერთი. ნუ ღმერთი დავიწყოთ. ხე სიცოცხლით დავიწყოთ თუ გინდა. ხე სიცოცხლე, ყოველი ხე, სახელები დაარქვი, შეიცანი, ცხოველები ეს შეიცანი ყველაფერი და ის იმას არ დაუჯერო. არ შეიცნო ნიშნავს რომ შეცნობა ამ მომენტში ნიშნავს მიღებას. ხდელი ლოცულობს დაგვიფარე ცნობისაგან ბოროტისა. ცნობისაგან ბოროტისა არ ნიშნავს იმას რომ ბოროტი ვერ ვიცნოთ. ანუ არ შევიცნოთ. ო, შეცნობას ნიშნავს, ანუ მიღებას ნიშნავს და ის არ მიიღო ეუბნება, მაგრამ გაიგებ რომ ის ბოროტია, როცა არ მიიღებ. ხო და ეხა მეფეა, ხო, თავიდან როგორც თქვით. და ეშმაკი დაუმალა. ანუ სამყაროს მოვლენა, თლიანი მოვლენიდან რაღაც ნაწილი დაუმალა, რომ შეეხოს დაეცემა. და თუ ეს დაეცემა, მაშინ სუსტია. და ღმერთმა თავის ხატად შექმნა, სუსტად არ შეუქმნია. ამიტომ რა ადამი არ შემწდარა. ადამი შეცდა, როგორც თქვით, აი ევას მხარიაობა, თორე ადამმა იცოდა ის ღმერთი არ გახდებოდა იმით პირიქით. უბრალოდ ეგონაო რომ ესეთი მძაფრი არ იქნებოდაო ღვთის სიყვარული და
ვისა ეს ღვთისგან ეს ამოვლინის საჟელი და სხვათა შორის დღესაც ამბობენ ხშირად რომ ღმერთის სიყვარულია და ღმერთის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვიყვარდეს. ეს ღმერთის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ გვიყვარდეს, ეს ერთ-ერთი საცდურია დღეს. აუცილებლად უნდა გვეშინოდეს. აღონდ შიში უნდა იყოს რწმენითი, შენი რწმენიდან გამომდინარე უნდა იცოდე, ის კლავს. აი როგორც მაშინ არ შეიძლებოდა გაკარება ბოროტის, ამიტომ ბოროტი აზრის მიღება კლავს დღესაც სულს. ოღონდ დღეს ჩვენ ის ბედნიერება გვაქვს, რომ სინანული შეგვიძლია აღზრდეთ. თუ რაღაცა შემთხვევით მოგვივა, ამას ნიშნავს, რომ მართალიო 7 ჯერ დაეცემა და 7 ჯერ აღზრდებაო. ეს 7 ებრაელებში არის სიმრავლის ნიშანი. 7 არ ნიშნავს, პირდაპირ გაგებით 1 2 3 4 7 არ ნიშნავს. ბევრჯერ შეიძლება სიმრავლის, აი ჩვენთან არის ისა 9 სიმრავლის ნიშანი. აი 9 თვალებზე, 9 თვალი კი არა. 9 კი არა, მრავალ თვალებზე ნიშნავს და ჩვენი გაგები 9 არის და ებრაელების გაგები 7 არის, იმიტომ რომ მე-7 დღეს დაისვენა. და ესე ციკლი, ანუ ის კვირა რო 7 არის, ეს ებრაელების გაგება არის და არა ჩვენი. ხო და ანუ მრავალჯერ დაეცეს და მრავალჯერ აღზრდეს ნიშნავს, რომ ადამიანი ხორცი და სულია და რაღაცა ხორციელს ჩადის შეცნობას. მაგრამ გონება ცოცხალია. სიტყვა ცოცხალია და სიმართლეს არ იშორებს. და იცის რომ ის შეცნობა. აი ამ შემთხვევაში აღსდგება. სხვანაირად არა. ძალიან საინტერესო არის ბალამი იყო მოგვი. რომელსაც მეფემ დაავალა ებრაელები უდაბნოში რო იყვნენ ეომებოდნენ ერთ-ერთ მეფეს და დაწყევლა დაავალა ებრაელების. და მოინდომა დაწყევლა. ავიდა მაღალ მთაზე, გადახედა იმ ლაშქარი რო დგას, დაიწყო დაწყევლა და აუგზალა ღმერთმა. ვერ წყევლის. და ბოროს მეორე იმაზე ავა, მესამე ანუ ცდილობს დაწყევლოს და ბოროს ვირი ალაპარაკდება, ვირია ბაალამის ვირი ალაპარაკდაო. და ვირი ეუბნება რომ ეს ღვთის ხალხია. ვირის პირით ეუბნება ღმერთი, იმიტომ რომ ვერ გებულობს და და ესეთი რამე არის ნათქვამი რომ ბალამიო ეცემოდაო მაგრამ თვალებიო ხილური რჩებოდაო სხვათა შორის ეს არის აი ებრაული ნათარგმნელში ძველში არ წერია ძველ ქართულში არ წერია და ეს არის ძალიან საინტერესო ჩემთვის არის აი ამ მართალი 7 ჯერ დაეცემა მაგრამ 7 ჯერ აღსდგება 7 ჯერ აღსდგება ანუ მრავალზის დაეცემა და მრავალზის აღსდგება ზუსტად ეს არის ამ მართალის დაცემის ზუსტი ფორმულა რომ დაეცემა ბალამი ეცემოდა მაგრამ თვალები ხილული დარჩებოდა ნიშნავს რომ დაეცი შეცდომა ჩაიდინე მაგრამ გონებაში ხედავ რომ დაცემული ხარ თუ იცი რომ დაცემული ხარ აუცილებლად ადგომა მოგინდება მაგრამ თუ დაცემულს გონია რომ ვერტიკალურად გეხარ როცა ჰორიზონტზე ხარ აი მაშინ უკვე არეული გაქვს და იქ უკვე გონება აღდგენელი არ არის ერთ-ერთ თუ არ ვცდები კონფუცის აქვს ადამიანებიო და შეცდომასო რო უშვებენო და როცა არ გამოასწორებენო მაშინ უშვებენო შეცდომას ძალიან საინტერესო ნათქვამია შეცდომას ხო უშვებ მაგრამ ჯერ არ გეთვლება შეცდომა თუ იმის გამოსწორება შეგიძლია თუ გამოსასწორებელია და გამოასწორებ აი რო არ გამოასწორებ ეგ არის უკვე ეს არის უკვე შეცდომა და ეს არის უკვე დაცემა ამიტომ გონება რომელიც ჩვენ მოგვეცა იმისთვის რომ გონებით ხედავდეთ აი ეს ხორციელი რაღაცებია მაგალითად ბალამი ეცემოდა მაგრამ თვალები ღია რჩებოდა ეს ხა პირდაპირ თვალით ხარ უნდა გავიგოთ მაგრამ თვალით ხედავთ რა დაცემული ვარ აი ეს არის გონებაზე ნათქვამი გონებაზეა ნათქვამი და თუ ჩვენ გონებით არ დავეცემით თუ ჩვენ გონებით დავინახავთ რომ ეს შეცდომაა ჩვენ აქ შეცდომა დაუშვით ეს შეცდომა ღვთის წინაშე და ამას გამოვიძიებთ წმინდა წერილით მაშინ შეგვიძლია აუცილებლად აღსდგებით და ის შეცდომა სიკეთედ გვექცევა ამიტომ არის
ზოგჯერ ადამიანი რომელიც სიკეთეს ჩადის შეიძლება მოკვდეს ამ სიკეთით ვერ გადარჩეს მე მგონი წინა ლექციაზე თქვით აქ ჩვენ რომ რაშიც მოგისწრები მასში გაგსჯი და აი ფარისეველს სიკეთე მისცა განცდა რომ სხვაზე უკეთესია ეს დამღუპელია ეს ხედვა და იმათ ცოდვა მისცა განცდა რომ შემინდე და ეს გულზე მჯიღისცემა იყო იმ დროს ღმერთმა რომ მოუსწრო ეს გამართლა ამიტომ არის აი შეცდომის დანახვა არის ერთ-ერთი საფეხური პირველი საფეხური რომლითაც ჩვენ ბოლო საფეხურზე ავდივართ თუ არ დავინახავთ ჩვენ შეცდომას და თუ არ გამოვიძიებთ ჩვენს თავს მაშინ ჩვენი არც ბოლო და არც პირველი საფეხური არ იქნება ამიტომ ეს ყველაფერი რწმენითი შიშის ცოდნით მოდის ეს ყველაფერი და ამიტომ მაგრამ წმენით და უნდა ვიცოდეთ რომ როცა ცოდავთ ღვთის წინაშე განსაკუთრებით მაშინ ჩვენი სული კვდება და შიში უნდა ვიყოთ ამიტომ ჩვენი სული რო არ მოკვდეს იმიტომ კი არ ჩავიდინოთ იმიტომ კი არ შევიკავოთ თავი რომ ღმერთი დაგვჭირს არამედ იმიტომ უნდა შევიკავოთ თავი რომ ღმერთი გვიყვარს დიდია ის ჩვენი გადარჩენა უნდა ჩვენი ხსნა უნდა და იოანე მოციქულის ნათქვამი რომ სრულმა სიყვარულმა განაძის შიში ნიშნავს ამას როცა შეგვიყვარდება სოთაშორის ძალიან საინტერესოა რომ იოანე მოციქული მუდმივად სახარებაში თავის სახელს არ ახსენებს და ესე ამბობს თავისთავზე მოწაფე რომელიც უყვარდა ხო და რატო ამბობს ამას მამები სვამენ კითხვას გაუგებარიაო ჩემთვის ამას რატო ამბობს რა სხვა არ უყვარდა როგორ არ უყვარდა მაგრამ ეს არის ის მოციქული რომელმაც თქვა ღმერთის სიყვარულია და ღმერთის სიყვარულიას ვერ იტყვი თუ ჯერ არ დაინახე და ვერ დაინახე როგორ უყვარხარ შენ ღმერთს ანუ ღმერთის სიყვარული რო არის ამას ჩვენ საკუთარ თავში უნდა გამოვცადოთ თორე ვერაფრით ვერ მიხვდები რომ ღმერთის სიყვარულია და აი შენ რო გამოცდი შენს თავში და შენში მყოფ მამის სულს რო დაინახავ და როგორ უყვარხარ როგორ შემოგიერთდა როგორ შეგიერთდა და როგორ განგახვდო და შენი გულისთვის ჯვარს ეცვა და შენი გულისთვის აი ყველაფერს აკეთებს ყველგან გიფარავს და ყველგან უკეთეს გაძლევს აი მაშინ შეუძლებელია ამის დაკარგვის უნდა შეგეშინდეს ხო ეს უსხვაგვარი შეში ძალიან დიდი მადლობა მამა დოროთე მადლობა ჩვენს მაყურებელს დროების YouTube არხზე ჩვენ განვაგრძობთ გადაცემათა ციკლს მამა დოროთეს ამბიონი მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ იმისთვის რომ გვეხმიანებით თქვენ სურვილებს გამოხატავთ ძალიან კეთილგანწყობილი არის დამოკიდებულება გადაცემათა ამ ციკლის მიმართ განსაკუთრებით მამა დოროთეს მიმართ იმ სწავლების მიმართ რომელსაც ჩვენ ამ გადაცემის მეშვეობით თქვენ გაწვდით სამჯელოდ გასააზრებლად მისაღებად გასათვალისწინებლად მინდა გთხოვოთ რომ ვინცაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი YouTube არხი გამოიწეროთ მოიწონოთ ჩვენი გადაცემები გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს მეგობრებს ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება დღეს კი ამით დავასრულოთ შეხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში